აქტივობების დაფიქსირება CRM-ში მუშაობის განუყოფელი ნაწილი არის, ამიტომ ეს რუტინა უნდა ვიცოდეთ, როგორ შევასრულოთ სწორად, მარტივად და კომფორტულად. პირველ რიგში, როდესაც სიაში ვიმყოფებით, არის ასეთი სვეტი, რომელსაც თავზე არ აწერია, მაგრამ ეს სვეტი არის და შემდეგი ქმედების მაჩვენებელი. ხო? სადაც დაკლიკვის შედეგად ვნახავთ, რომ გვაჩვენებს ასეთ სექციას ღია დავალებების, ანუ აქ ჩანს მხოლოდ ღია აქტივობების უკაცრავად. მაგალითად, ვხედავ, რომ ერთი დავალება მაქვს შესასრულებელი. რადგან ეს აიკონი აქ ნიშნავს, რომ ეს არის დავალება, რადგან ზარის ყური მილიახატია, ნიშნავს, რომ ეს არის ზარი. მოიცა ახლა შევიდეთ და შიგნიდან დავამუშავოთ. მე ახლა ეს ჩაგეტვირთებათ განახლებული დიზაინი, მაგრამ მე სტანდარტულზე გაჩვენებთ ამ ყველაფერს. კარგით. აქ ეს შეკეცილი თუ არ გაქვთ, ასე გამოიყურება, თუ შეკეცილი არის, ასე გამოიყურება. აქ ჩანს egg მოდულებით, ანუ აქტივობების მოდულები, სადაც ჯერ მიჩანს ღია აქტივობები, ქვემოთ მიჩანს დახურული აქტივობები. ძალიან მარტივი არის. აქ 0-ები წერია, აქ 3 წერია. ანუ 3 დაგეგმილი ზარი მაქვს და 1 მაქვს მხოლოდ შესრულებული. ახლა ეს დაგეგმილი ზარი მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ გეტყვით, რომ ეს ავტომატურად დაგეგმილი არის და ჩვენ ამ ავტომატიზებებსაც ვაკეთებ და თუ დაგაინტერესებთ, დაგვიკავშირდით. მაგრამ რო ვიცოდეთ, რომ მაგალითად როგორ შეგვიძლია რომ ეს ზემოთ რაც არის, ქვემოთ ჩამოვიტანოთ, უბრალოდ უნდა დავკლიკოთ mark as completed, ანუ ეს დავალება შევასრულე და დავასებებ. ზოგადად ეს შემთხვევა ალბათ თქვენს გეკნებათ, როდესაც მე ზარი მინდა რომ დავასრულო, მაგრამ მეუბნება რომ ეს 0 ვერ იქნება. და სისტემა აბსოლუტურად ლოგიკური არის, იმიტომ რომ თუ ზარი განახორციელე, 0 წამი რანაირად ილაპარაკე. ამიტომ ვეცდები რომ აქ მაქსიმალურად ზუსტი მიუთითო და კარგი იქნება თუ ეს მიზანი არის რატო დაურეკეთ და როგორ დასრულდა მოლაპარაკება, მაგასაც აქ ინფორმაციის სახით დააფიქსირებთ. იქნება ძალიან დაგეხმარებათ ეს მე ანალიტიკაში და ზოგადად თქვენც დაგიფიქსირდებათ ინფორმაციის სახით. ეხლა აი კარგი მაგალითია, ვეუბნები რომ 2 წუთი ვესაუბრეო და მეუბნება რომ 2 წუთი რანაირად ესაუბრე, ეხლა 18:08 არის. ხო და 18:08-ზე თუ დაიწყე, ეხლა 18:08, ანუ 2 წუთი არ გამოდისო. ამიტომ ჭკვიანია რა. ვეტყვი რომ თითქოს 6-ზე დავიწყე და დავაფიქსირებ. აი ნახეთ ქვემოთ როგორ ჩანს რეზალტი, ან ძალიან კომფორტულად აშუქებს ამას და ანუ აღსაქმელათაც კარგი არის რა, ინფორმატიული არის და თან აღსაქმელათაც ძალიან კარგი არის. ხო, ახლა მე რასაც თქვენ გირჩევთ, არის ის, რომ ყოველთვის ყველა ზარი დავაფიქსიროთ, მათ შორის WhatsApp-ში განხორციელებული. ან თუ WhatsApp-ით რეკავთ, WhatsApp-ის დარეკილი აქ ვერ აღირიცხება, ამიტომ ეგეც დააფიქსირეთ. რაღაცეები შესაძლებელია, რაღაცეები ბევრი რაღაც შესაძლებელი რომ ავტომატურად აღირიცხებოდეს, თუ ტელეფონია გვაქვს ინტეგრირებული. ან თუ ტელეფონით ვრეკავთ, თქვენ ამ ქმედების შესრულება რო ზარი განახორციელოთ, არ დაგჭირდებათ. არც დროის მითითება. ეს ავტომატურად დაფიქსირდება. მათ შორის შემომავალი ზარები, როდესაც თქვენ დაგირეკავთ თქვენთან ზარი რო შემოვა თქვენს ტელეფონზე, შიდა ნომერზე, ისიც ავტომატურად დაფიქსირდება და ჩანაწერის მოსმენის საშუალებაც შიგნით იქნება. თუ ეს ტელეფონის საკითხები გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით. ვიდეოს აღწერაში არის უფრო დეტალურად ვანცემებ. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მეილის გაგზავნაც სჭირდებოდეს და აბატონო აგერ არის compose me emails დავკლიკავ და ის მეილი, რომელიც აქ არის მითითებული ამ კონკრეტულ ლისტში, ჩამივარდება თუში და იმას ვისამ გავაგზავნე შეტყობინებას. მაგრამ უნდა დავუკვირდე იმას, რომ მეილი უნდა იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული. ხო? ამაშიც დახმარება თუ დაგჭირდებათ, აქ ვართ. და შეგიძლიათ დაგეგმოთ გაგზავნა, ასევე ფაილი მიამაგროთ და ასევე template-ი გამოიყენოთ. ახლა ეს ჩემი ვიდეო ეფარება, ამ ვიდეოს უკან არის select template. ასეთი ღილაკი და იმ templates შემიძლია ავირჩიო, წინას არის გამზადებული და ჩავსვა აქ. სხვადასხვა იმ template-ში შემიძლია ვახსენო სახელი დინამიურ ცვლადად და გაგზავნის დროს იქნება, თქვათ, გამარჯობა გიორგი, ჩაჯდება შიგნით. რაც დამეხმარება რომ უფრო პერსონიფიცირებული იყოს. მაგის რედაქტირება პროცესში შეიძლება. ხო, send email ღილაკი აქაც არის, აი ესეც ვიდეო ცოტათი ეფარება. და ფაქტიურად თქვენი რუტინა როგორ უნდა გამოიყურებოდეს? აი გეგმა მინიმუმი რო ავიღოთ, ხო? მე თუ ამ ადამიანს დავეკონტაქტე, უნდა შევცვალო სტატუსი, უნდა დავაფიქსირო აქტივობა და უნდა დავწერო კომენტარი. ეს არის ის გეგმა მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთო ყოველ ლიდთან ინტერაქციის შედეგად. ეს ლიდიდან გამომდინარე, მაგრამ თუ რაღაცა სხვა ტიპის ჩანაწერი არის, იქ შეიძლება სტატუსი ესე სწრაფად არ იცვლებოდეს და კომენტარები იწერებოდეს. ანუ
გამოდის რომ მე თუ რამე გავაკეთე, ეს ჩემ გონებაში კი არა, არამედ ფაქტის სახით უნდა დარჩეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვათ, მე თუ მენეჯმენტი ვარ, მე კითხვის დასმა არ უნდა მჭირდებოდეს, ყველაფერი აქ უნდა იყოს გადმოტანილი. ამ რუტინის დაცვა ზოგს ეზარება, ზოგი ისე კარგად არიცავს, ზოგი ზერელეთ წერს რაღაცებს, ამიტომ ეს თქვენს პროფესიონალიზმზე და თქვენს საქმისადმი პასუხისგებლობით მიდგომაზე არის. რაც უფრო კარგად ამას გააკეთებთ, მთელ ორგანიზაციას დაეხმარებით, იმიტომ რომ შემდგომ ეს ყველაფერი ანალიტიკის ნაწილიც არის. და ამაზე მე ახალ დასკვნები გამოგვაქვს და გაუმჯობესებები შეგვაქვს მთლიანად სისტემაში. ხო, ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ეს არის ის რუტინა, რაც თან განახორციელოთ. შეიძლება თქვენ სისტემაში, იმიტომ რომ მოვარგეთ თქვენს პროცესებს, რაღაც დამატებითი კიდე აქტივობების მოდულები იყოს ჩამატებული, მაგრამ ეს არის საბაზისო, ახლა აქ რაც გაჩვენეთ რა. ხო, და კონკრეტულად თქვენი რუტინა რაც უნდა იყოს, თუ ჩვენთან დანერგეთ, ამას უკვე დანერგვის პროცესში განგიმარტავთ და გეტყვით რა როგორ უნდა გაკეთდეს. გისურვებთ წარმატებებს.